დილამშვიდობისა დიდება უფალს სიკვდილი მოგინდებათ იმხელა უბედურებას დაგანახებთ ღმერთი და არავინ არ მოჰკლავთ იმხელა ცოდვას შეგახედებთ თქვენ შვილებზე თქვენ მომავალზე სიკვდილს ინატრებთ და არავინ არ მოჰკლავთ ამას დაგმართებთ ჩვენ უფალი ჩვენი უღმერთობის გამო ჩვენი უმსგავსობის გამო სულ სიკვდილს ვინატრებთ გაიგეთ ხალხო ასე წერია ღმერთის ცხოვრებაში სიკვდილს ვინატრებთ იმისანა უბედურ დღეში ვართ დღესაც ჩვენი შვილების ცოდვის მაყურებელი სიკვდილს ვინატრებთ და სიკვდილი არ მოვა ჩვენთან მოგვიწევს ამ უბედურების ყურება და გვიწევს დღესაც გაგვადედლეს ხმას ვერ ვიღებთ ჩვენი შვილები მალე საყვარლებს მოიყვანენ სახლში მალე საყვარლებს მოგვიყვანებენ სახლში გაიგეთ მალე საყვარლებს მოგვიყვანებენ სახლში ჭიპებზე ხო უკეთიათ უკვე ბეჭდები მალე საყვარლებს მოგვიყვანებენ სახლში და ხმას ვერ ვიღებთ გაგვადედლეს დედა გვიტირეს რა გვიარჩევნება თავ დედის საწყევლათა გვაქვს გამხდარი რა გვიარჩევნება კაცებო რა გვიარჩევნება ადამიანებო უბედურ დღეში ვარ წავიდეთ მივიდეთ აი ეს მშენებლები აგერ ამას ვერ გავაგებია რომ ცოდვას ჩადიან შეხედეთ ნახევარი გორა ცარიელია და ეგენის ხასართულიან სახლებს აშენებენ აქანი შეხედე რა აშენებიებთ გორაზე ნახევარი გორა ცარიელია სახლებით ბიჭო გესმის შენ და დაყრუვებული დადებილებული კაცები ბიჭო ხალხი აღარ დარჩა ქართველი ვისთვის აშენებთ მაქანე მაგბინას ვისთვის აშენებთ მაგბინას ქართველი აღარ დარჩა არავინ მათხოვრებო სულ გაყიდულებო ღმერთის გმობელებო ოდიში თქვათ მამაო ჩვენო მამაო ჩვენო რომელიც ახარ ცათაშინა წმინდა იყოს სახელი შენი მოვიდეს უფევა შენი იყოს ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრესა ქვეყანასა ზედა ორი ჩვენი არსობისა მოგვეთ ჩვენ დღეს და მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებთ ჩვენ განსაცდელსა არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენია სუფევა ძალი და დიდება გორაზე ნახევარი გორა ცარიელია სახლები ეკუდიანები კიდე სახლებს აშენებენ ვის პაკისტანელებს არაბებს ხლისტებს ვის უშენებენ სახლებს ხალხი აღარ დარჩა ქართველი კაცებო გორიდან გელაპარაკებ ნახევარი გორა ცარიელია სახლები ბალახები უნდა გავჭრა აგერ აქ უნდა გავკაფო წამოვიღე ეს ნახევარი გორა ცარიელია სახლებით აცარიელებული ხალხი აღარ დარჩა ქუთაისში ეგენი აგერ ისევ იქ ადგილას მოვდივარ სადაც ჩემი უბანი იყო ამ გზით ჩავდიოდი მე ქალაქში შეხედეთ ამ გზით ჩავდიოდი ქალაქში ეხლა აგერ რა ღობე დამიყენეს გაიგე დაგლახროთ უფალმა ლაჩრებო დაგლახროთ უფალმა ერის მოღალატეები ხარ თქვენ ქართველი არ დარჩა ვისი წადიკი არა შენ ხარ სატანა ბიჭო ვისთვის აშენებ მაგას
ვისთვის აშენებ შემათხოვა რომ მაგას მითხარი ვისთვის აშენებ მითხარი წაეთრიე შენ ეგი ჩემი უბანი აქანე წაეთრიე შენ აქედან შეიუდა შენ ქართველი არ ახარ ბიჭო რას არ ხვირი ვარ შეშობელძაღლო ვისთვის აშენებ სახლს ხალხი არ დარჩა ქალაქში ძალიან კაი ყველა გაიგებს იმიტომ რომ ბოზები ხართ თქვენ ყველა ბოზები ხართ თქვენ ქართველები არ ახართ სახლი არ დარჩა სარიელია მთელი გორა ვისთვის აშენებ დაგლახროთ უფალმა სატანებო კარგი სრაგი და ოხრა დაგჭება შენი შვილებს არაბები მოიყვანებენ ცოლად არაბები პატრული ბევრჯერ გამოიძახა თქვენმა ნაბოზრებამ არა წაიღენ აგერ დიდი უარესი დაგემართებათ კიდე პიდარასი ოჯახში მოგივა მალე არაბები შემოვლენ შენთან ოჯახში შემანძუკია არაბები მოვლენ შენთან სულ მალე სულ გაყიდულო ვისთვის აშენებ სახლს ნახევარი ქუთაისი ცარიელია სახლები ქართველი აღარ დარჩა დაგლახროს უფალმა სხეულები იყავით ყოველ დღე მოვარ თქვენთან ყოველ დღე დაგცხევლით აქედან დედა შენი დაიჭირე შენ უკვე ბოზო შენ უკვე დედა შენი დაიჭირე შემათხოვარო და შენი შვილი გაათახსირე უკვე ბოზო არა დედას გიტირებთ ბიჭო ეგი ჩემია გორა აქანე ვერ აღირსებით შენებლობას სხეულები იყავით სამარადისოდ ბოზებო სხეულები იყავით სამარადისოდ ქართველები თქვენ არ ახართ დაგსხევლოთ უფალმა ამ ბოზობისთვის ქართველი არ დარჩა ქუთაისში თქვენ შობელძაღლებო ვისთვის აშენებთ სხეულები იყავით სამარადისოდ დაგსხევლოთ უფალმა ამისთვის ყოველ დღე მოვალ ეგი ჩემი უბანია აქან მე ჩავდიოდი თქვენ დამპლებო თქვენ რა თვინდა ეგი აქანე რომ იშენებთ რა თვინდა რომ იშენებთ წაეთრიეთ აქედან მიდია თქვენ სახლებში წადით ოხრა დაგჭეთ ყველას ფული დეუნები თქვენ ქალიშვილებს თქვენსაც არაბები იხმარენ დედა გეტირებათ აშენეთ მაგი აშენეთ ხო დედა გეტირებათ თქვენ იცოდეთ მე ირაკლი ვარ გორელი აგერ ცხოვრობ ღმერთი დაგზით მაგის გულისა ბიჭებო ღმერთი დაგზით იმიტომ რომ ქართველი აღარ დარჩა სახლები ცარიელია გორაზე ვისთვის აშენებთ თქვა გეუნებით ვისთვის აშენებთ გეუნებით ძამია არ არის ასე ჩალით არ არის ეგ ქვეყანა აგებული შვილებო მორჩით მუშაობას ოხრა დაგჭებათ მაგ ფული დაგლახროთ უფალმა ლაჩრებო სულ გაყიდულებო დამპლებო თქვენ ასეთი საბოზეთი კიდე მე მლანძღავენ აქან ვითომ მე ვარ სუდიკასი გორა ეგი ზევიდან უნდა გადმოგვაფსან და გადმოგვაჭვან ამგენმა გაიგეთ რას აკეთებენ ხალხი აღარ დარჩა ნახევარი გორა და საქართველოს სარიელია თბილის დედა უტერე არაბები მართავენ თბილისში და ნაკოლკიანი კალაზეები იგივე უნდა ჩემ ქუთაისშიც რო გააკეთო ემ დამპლებ ამგენმა მე სიკვდილის ამას სიკვდილი ჯობია მაგრამ არავინ არ მკლავს ამგენის დედა უატირე მე სიკვდილს ვეძებ მაგრამ არ არის არ მოდი სიკვდილიდან ვისაც ეშინია იმ ჩვენი ლაჩრებს არ ვეკუთვნით დაგვიფაროს იერუსალიმის ღვთისმშობელმა ამისანა ბოზები არიან კივიან კიდე მე მიკივიან აქედან ეს დამპლები ეს სულ გაყიდულები აბა ასეც უდღეში ვარ კაცებო დიდება უკას დიდება მოთმინების შენსას უფალო დიდება კიდე მეპასუხებიან გაიგეთ ვითომ ტყურს ეუნებოდნენ რაღაცას კიდე მეპასუხებიან ავადმყოფები წაახტინენ ქვეყანა იოანე პეტრიძეს ქუჩა არის ეგი ხალხო
წაახდინენ ქვეყანა ამგენისმა სიდამპლე. ამგენისმა ბოზობამ წაახდინა ქვეყანა ამ კუდიანებისმა. არ შეიძლება ჩემი ბევრი ყვირილი, ისედაც არ შეიძლება ყვირილი, მაგრამ რაფერ გავაგებიო მითხარით. სახლის წინ არაბებს მისახლებენ და პაკისტანელებსა ვერ შევაგნებიე. ამ შობელძაღლებს რომ არ შეიძლება ამის კეთება. ვერ შევაგნებიე ამ შობელძაღლებს რომ ამის კეთება არ შეიძლება. ხალხი აღარ დარჩა საქართველოში და ვისთვის აშენები. ფული, ეხლა ფულს ეშმაკი მილიარდებს გამოაგზავნის, რა ენაღლება? ოღონდ საქართველოს წაგვახდინოსა. რა ენაღლება ეშმაკს? ფული 100 დოლარიანი 10 თეთრი არ უშვება იმის დაბეჭდა 100 დოლარიანის. რამდენსაც უნდა იმის ბეჭდავენ? ფულს ქახალდია, ფირფიტა. სატანა არის, მაგი სატანა. ასეც უთხეში ვარ, კაცებო. მე ყოველი დილა უფლის წყალობით ქალაქში მოედანზე ლოცვას ვკითხულობ სლავურ ენაზე. დილის 10 საათიდან 12 საათამდე ლოცვა მაქვს იქ და ნუ რაც შემეძლია იქ სიმართლეს ვამყარებ და წესიარებას. უთითებ ხალხს, ბავშვებს რო დავინახავ ჭიპა გაშიშვლებს, ქალებს გველეშაპები რო ახატიათ, შარვლები რო ახატიათ, ვეუბნები რო არ შეიძლება სირცხვილია, სოდვები ვართ. ესმით ნელა-ნელა, მაგრამ არ ხვის რო გაქვს, კაცებო, გეუბნები. გიორგი ჯავახიშვილი, ქართველი ბიჭები ეგრე უნდა დასწავ. რა ის ქართველი ბიჭები არიან? შეშობელძაღლო. ქართველი კი არა, პროჭები და ბოზები არიან. ვეუბნები ერთი კვირა ნუ აშენებთ, არაბებს უშენებთ, სახლები არ დაი. რა ის ქართველები არიან? მაგენი ბიჭო, ქართველები ვარ ჩვენ და მაგენი ბოზები არიან. 100,000 მაკას მანახა უკვე იგი და ყველა ამინს მიწერს. მე ზამეა. რა ის ქართველები არიან? მაგენი ვერ უყურე მაგინენ იქედა. მაგენი ქართული ენა იციან, მარტო ქართველები არ არიან. ნახევარი გორას და ნახევარი საქართველო ქართველით აღარ დარჩა. უკვე 2 მილიონამდე ჩამოვედით, გონია? ამ ბოლო 30 წელიწადში, შვილო. რა ის ქართველები არიან, მაგენი? არ არიან მაგენი ქართველები, ზამეა. ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ ქართველები არ არიან. ქართველები ვართ ჩვენ, აგერ. ქართველები, ქუთაისლები, იმერლები, აღმოსავლელები, თბილისშიც არიან წესიერი ხალხი. ყველგანა ვართ ქართველები. გაგვაერთიანეს მალე უფალი და ვაი როგორც მაშინ გადმოგყარენ, ხვდლებო ამბიონებიდან. წვერგაპარსულები რო დადიხართ და ღიპებს რო დაატარებთ და მუცლები დაგჭირენ, იგივეს გაგიკეთებენ. იცოდეთ, ეგი თქვენ ინდონეზიარი ხალხი გამწარებული. თქვენი ფულის აღებებით და თქვენი სოდვების თქლაფით, ვეჯო. მე და ჩემი მამაო ვიყავით. ჩემი მამაო საქართველოს უხუცესი მონა იყო, რა ქვია, სკიმონაკი, მამამოსე. და კაცი მოვიდა ერთი ჩვენთან და მამაო, რატო ხდება ამისანა უსამართლობაო და რაო შვილოო და რაო და შვილი იმყავს, 3 შვილი იმყავსო და მონათლა მინდოდაო. 3 ნათლია მყავსო. შვილის მონათლა მინდოდაო, ხო და 3 თუ 5 აღარ მახსოვს როგორ თქვა. ხო და ღვდელს მივედი და 50 ლარი გადამიხადი ასე მითხრა ღვდელმაო და მე უთხარიო 50 არა მაქვს 20-ს გადაგიხდიო და კაი ჯანდაბასო ასე მითხრაო. აი ამისანა დღეშია ჩვენი ღვდლები და მაგისანა ღვდლები გადმოყარენ ზუსტად ამბიონებიდან. სტალინი რომ მოვიდა და მაგისანა ნაბოზრები მიაყენენ კედელთან სტალინი რომ მოვიდა. გაიგე თქვენ შვილებო, მასი არ არის. ქართველებს წყევლი კი არა სიკვდილი მოგინდებათ და ვერ მოიკლავთ თავს. თქვენ შვილებს თქვენ წინაშე იხმარენ. გაიგე გიორგი ჯავახიშვილო. შობელძაღლი შენახარ. მე შობელძაღლი ვარ, კი, მადლობა ზამია. არ უნდა მეთქვა. ნანო, მე ჩემ ნათქვამებს. არა, შენ რომეუნები, მაგენი ქართველები არ არიან, დაფიქრი შენს რასაც ამბობ. რა ის ქართველები არიან, მაგენი ქართულად ლაპარაკობენ, შვილო. ვეუნები, სახლები, სარიელია, ნახევარი გორა. ნახევარი გორა, სარიელია, ზამია, სახლები, ქუთაისში, ნახევარი სახლები, სარიელია. ეგენის 9 სართულიანებს აშენებენ, ზამია, ვის უშენებენ, მივხვდი, გიორგი. მივხვდი, ვის უშენებენ. ქართველი არ დარჩა, ზამია, სულ აღარ დარჩით, ქართველები. არაბები და პაკისტანელები დადიან ჩემ ქალაქში, აგერ. ავტობუსში, შვილო, შენ შეიძლება არ იცი, არ გამოდიხარ ქალაქში. ხანდახან.
პაკისტანელები და არაბები უფრო მეტი არიან ვიდრე ქართველები ავტობუსებში. ჩვენთან ქუთაისში გეუნები ზამია მე. თბილისს აღარ ვახსენებ საერთოდ. თბილისში განე ვინ გადარჩა ქართველი. საწყლები დადიან და ტირიან. დაღუპულებად მიაჩნიათ თავი. სიკვდილი უნდა და არ ხვდებიან. აბა ამისანა დღეში ვართ გიორგი როისოდი. მაგენი ქართველები არ არიან ზამია. ქართველები რო იყვნენ, სახლს არ ააშენებდნენ. არაბებს უშენებენ სახლს რო ისოდე. შობელძაღლი ხო ეს ოლგაშის რა დობრა უთრა. ლერი ბახტაძე, ხო, არაფერი არ მოიწერეთ მეტი. ასეთი ამბებია, კაცებო. აგერ არჩევნებია, გონია დღეს. აი, საწყალი ქვეყანა. აი, გორიდან მოვდივარ, აგერ. არჩევნები, ვის აძლევთ ხმას? ღმერთის გარდაში ხმა ვის ეკუთე მეოცე სკოლა. აი, საწყალი ხალხი. საწყალი ხალხი, რავა დააგლახავე, ეს ვის აძლევენ ხმას? აი, ოცნებაში გაგაზრობთ სურს ოცნება, იცოდეთ ეგ თქვენ? ოცნებაში გაგაზრობთ სურს ოცნება და გვაზრობთ უკვე სურს ოცნება. გაიგე მილიარდელი კაცი უფლება ძალა არ აქვს. იგი მილიარდები ბატონობს მაგით. წალეკა, ნარკომანია, პროსტიტუცია, კაზინოებმა. რატო არ გძალავს? ვერ გძალავს, იმიტომ რომ არ აქვს მაგის უფლება ბიზნეს. შეიძლება რაღაცა მარტო რო არის თავის თავთან ან ოჯახთან კიტირის ამას, მაგრამ ხალხს ვერაფერს ვერ უკეთებსა. 2012 წელს ქვევით ხარ მოდიხარ ამ ტელევიზია 2012 წელს ოცნებას გულიზა სააკაშვილის მიუვარდი და დავარტყი. მაგ უფალმა გადამარჩინა სააკა რო არ მომკლენ სნაიპერებმა სტაცენ ასე ხელი და გამომიყვანეს იქედან. აბა მე ვთქვი წესიერი ხალხი მოვათქვა და მეც მოუტყვილდი მაშინ. რა ის ოცნება, რისი ოცნება, იოცნება ჩემმა მტერმა და ჩემმა დამაწყევარმა. რამე ოცნებება, აი ისო ლოგინი ფეხებით, კაცებო გეუნებით. სიკვდილს ვინ ატრებთ და არავინ არ მოჰკლავს. ჩვენ წინაშე ჩვენ ქალიშვილებს გაათახსირებენ, ჩვენ დედებს გაათახსირებენ და ხმისა მომღები არ გვეყოლება არავინ. წაიკითხეთ ბიბლია, სიკვდილს ვინ ატრებთ, ისეთი უბედური დრო მოდის. გეუნებით უფლისწყალობით გავერთიანდეთ. დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში უანგარო. ჩვენი ქუთაისია, ბევრჯერ გადაარჩინა ქუთაისმა მსოფლიო. ჯერ საქართველო და მერე მსოფლიო. პირველები ვიყავით საბჭოთა კავშირში ჩვენ. პირველები ვიყავით მსოფლიოში ჩვენ. და ჩვენმა მამებმა ვერ შეისწრეს დამოუკიდებლობა, კაიკაცობა. ქართველი არ ხვეტავდა საქართველოში. უცხოელები ჩამოდიოდნენ. უცხო ქართველი არ იყო დამლაგებელი. ისე კარგად ცხოვრობდით. ქუჩაში არავინ არ ჭამდა საჭმელს. ისეთი გამაზღრები ვიყავით. დღეს ცხოველებად გავხადენ აგერ. ჩვენი დედები ქუჩაში დადიან და ჩვენი ბავშვები ქუჩაში ჭამენ საჭმელს, კოკა-კოლას სვამენ. ქუთაისში სანამდე საბჭოთა კავშირი იყო, ხო? 8 აფთიაკი იყო სულ თუ 9. გამყიდველებს ზინავდა აფთიაკებში. არავინ არ დადიოდა წამალზე. იმიტომ რომ საჭმელები ყველაფერი ნატურალური იყო. და დღეს როგორც ეგვიპტელები ხტრებს აბალზამირებენ, იგივეს გვიკეთებენ ოღონდ ჩვენ ცოცხლებს. ცოცხლად გვაბალზამირებენ. საჭმელს ისე შხამავენ, აბალზამირებენ, რომ დიდხანს გაყიდონ, არ გაფუჭდეს. იმიტომ არის ამდენი დაავადებული და ამდენი ავადმყოფი. იმიტომ ხავს ამდენი ავადმყოფი ხალხო. იმიტომ ხავს ამდენი ავადმყოფი, გესმით თქვენ? აბა. დაბალზამებულ საჭმელებს ჭამ, დიდხანს რო გაყიდოს, ეშმაკმა. თუ რა შეიძლება საჭმელის იქ მოწამლა. რა შეიძლება საჭმელის მოწამლა, მაგრამ იმიტომ ხავს ამდენი დაავადებული. გაიგეთ ხალხო,
ხალხი მიწაში რო იდება, ხო? აღარ იხრწნება. თქვენ წარმოგიდგენიათ მათი სული როგორ იტანჯება? თქვენ წარმოგიდგენიათ მათი სული როგორ იტანჯება? ყველაფერი ფარსია, არჩევნები, ყველაფერი ფარსია. დავით გიღმელი. საფრანგეთიდან გიყურებ ახლა და მენატრება ჩემი სამშობლო, მაგრამ ვეღარ ვიცხოვრებ მან. ამისანა უბედურ დღეში ვარ. ჩამოდი, ზამეა. ჩვენ თუ არ უშველეთ, ჩვენ ქვეყანას აბა უცხოელი რას გვიშველის, ჩვენ ქრისტიანობას, ჩვენ სიწმინდეს. ჩვენ ზამია უნდა ჩამოხვიდე. მე მიხარია გონია ქუთაისში კაცი ვერ ვნახე წესიერად მოლაპარაკე. მეგობრების მეტი რამ ყავს, მაგრამ დაგსაქსულები არის ყველა. ამიტომ ყველას გეუბნებით, ქალაქში ყოველ დღე ჩამოვდივარ, მე როცა საქართველოს ქუთაისში ვარ. დილის ლოცვებს მოედანზე ვატარებ. სადაც ბაღში გასასვლელი არის. დილის 10 საათიდან 12 საათამდე იქ ყოველ დღე ლოცვას ვკითხულობ. კვირადღის გარდა. კვირადღეს ტაძარში მივდივარ. ზიარებაზე. ხო და ამიტომ კაცებო გამოდით. დედებო მომეხმარეთ. ვამხილოთ ჩვენი კაცები. კაცებო მომეხმარეთ, ვამხილოთ ჩვენი ქალები. რაღაცა უნდა ვქნათ, ზამია თორე გეუნებით. ჩვენ შვილებს გაათაქსირებენ ჩვენ წინ და ხმას ვერ ამოვიღებთ. სიკვდილს ვინატრებთ და არავინ არ მოჰკვლავს. ამისანა უბედური დღე მოდის. გაიგეთ ეგეთ თქვენ და გაავცელეთ, გააზიარეთ ვიდეო. ვინც აიგითავს, გააზიარეთ, იქება ნელა-ნელა რაღაცა ჩვენმა სიტყვა ხო იცი? სიტყვა გადაგარჩენს და სიტყვა მოკლავს. სიტყვა მთავარი და მივიდეს ეს სიტყვა ადამიანებამდე. აბა ჯაჭვის ხიდი გადმოვიარე ახლა. ბოზებს იძახიან და მაგინებენ და მე არ უნდა შევაგინო კი არა დავწყევლი აბა რას უზავ ეშმაკები არიან და ზამია გონს არ ხარ შენ მოსული ვინც ხარ შობელძაღლი რო დაგიძახეო ხო შენ ზამია კიდე არ იცი რა უბედურ დღეში ვარ თორე წყევლა კი არა სიკვდილს ინატრებს სიკვდილს ზამია სიკვდილს და არავინ არ მოკლავს გაიგე სიკვდილს ინატრებს ზამია იმისანა უბედური დრო მოდის ვიღაცა კი არა ვარ რო ამო დღე და ღამე მუხმოდრეკელი ლოცვებში ვარ და მთელი საქართველოს და საბჭოთა კავშირი მიცნობს ვინა ვარ მე გაიგეთ ეგი ვიღაცა არა ვარ მთელი საბჭოთა კავშირი მთელი რუსები რუსებს რა ვალანძღავთ ქვეშობელძაღლებო არაბები გირჩევნიათ და პაკისტანელები ერთი მართლმადიდებლები არიან ჩვენარი კაცები თუ არა ყავთ სამაგერო წესიერი კაცები ყავთ და ქალები ანგელოზე ბივით ქალები ყავთ ბიჭო ცოლი პირველი ცოლი რუსი მყავს მე შვილი მყავს 28 წლის და რუსებს გვალანძღიებს სატანა გვალანძღიებს რუსებს ძმათა ომი შევარდნაძეს ხელით მოწყობილი არის და სატანების რო იცოდეთ თქვენ რუსები არაფერ შუაში არ არიან და გარბაჩოვი და ელცინი და შევარდნაძე ერთი მოდგმის არიან ეშმაკეულის ხალხო გაიგეთ ფულზე გაყიდენ სული მაგენო და მიწიერ კეთილ დღეობაზე გაიგეთ რაშია საქმე ამაშია უბედურება თორე მიწიერ ცხოვრებას ეთაყვანებიან ფულს შევაგენოთ ჩვენი მანქანა იქნება ქარი არ გქონდეს დღეს აგერ მოვედი მოედანს აქ ვარ მე ყოველ დღე კაცებო ვატარებ ლოცვებს რო იცოდეთ მოედანს ფსალმუნებს კითხულობ სლავურ ენაზე რო იცოდეთ დიდება უფალს
ასეთ უბედურ დღეში ვართ, რო იცოდეთ, დიდება უფალს. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, კაცებო. დედებო, მადლობა ყველას. რო ლოსულობთ. პლატესიერკას მადლობა, რო უფალმა სიტყვის ძალა მოგცა. გაგვინაცვლეთ ამ შენო გონება იხსენი ბოროტისაგან. აქავა რაი, ამ გასასვლელთან მდგები მე ყოველ დღე. ხო და მერტმა გაგვაერთიანოს. დროებით.